გამარჯობა, ეს არის დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტი, რომელსაც წარმოგიდგენს სივრცე 13. ჩვენი პოდკასტების სერიის მიზანი არის ჯანდაცვის სისტემის კვლევა, დაკვირვება, წარმოჩენა სხვადასხვა რაკურსიდან რა. ვეცდებით, რომ რაღაც ისეთი ფაქტების მიზეზებს მივაგნოთ, რომელიც შეიძლება გარეშე თვალისთვის აქამდე მაინც ნაცნობი არ იყო და თითქოს რაღაცა ბევრი არც ეფიქრა ჩვეულებრივ ამ სისტემაში არ მონაწილე ადამიანს ამ ყველაფრის მიზეზებზე რა. მიზეზების ძიება აუცილებლად უნდა დავიწყოთ საფუძვლების კვლევით და რა ხდება შიგნით. ჩვენ ყველანი მაგალითად ექიმები, ვისაც ხედავთ რაღაცა, ვინც მოღვაწეობს ამ ჯანდაცვის სფეროში და ვინც რაღაცა ექიმობის ტვირთს ატარებს, მოდის ყველა სტუდენტობიდან რა. და ეს თემა ძალიან გულიმწყდება, რომ ქართველი სამედიცინო სტუდენტების, ახალგაზრდა მედიკების პრობლემებს დიდად ფართო აუდიტორია მაინც არ ეთმობა, რომ ეს რაღაცა წესიერ გავშალოთ რაღაცები და წესიერ გავშალოთ კი არა, საერთოდ პრობლემებზე ვილაპარაკოთ კი არა, საერთოდ ვნახოთ ვინ ხალხი სწავლობს, იმიტომ რომ ძალიან დემონიზებული ხდება ხოლმე სხვადასხვა ჯგუფები რა. ამისთვის მოვიწვიე დღეს ჩვენი ძვირფასი სტუმრები, სამედიცინოს ახალგაზრდა ჩვენი კოლეგები, მარია მონიანი და სანდრო კობალავა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მონაწილეობთ ჩემს პოდკასტში რა. მეკით მადლობა შენ. გაიხარე. მინდა რომ თქვენთან ერთად ახლა თქვენ გზადაგზა თქვენს გავლილ გზებსაც შევეხებით და იმასაც დღეს რა საქმიანობთ, სადახართ და მაგამდე როგორ მიხვდეთ და მომავალში რა საპირებთ იყო და ამ შემდეგ, მაგრამ მინდა რომ ორივეს ცოტა ერთმანეთისგან განსხვავებული გზები გაქვთ გავლილი რა სტუდენტობაში და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შერჩევის კრიტერიუმი თქვენი და მაგიტომაც გთხოვეთ სტუმრად მოსვლა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ ქართველი ახალგაზრდა მედიკის სტუდენტის ცხოვრება ცოტა ბევრი კუთხიდან დაგვენახა რა, ცოტა ყველა ჯგუფი მოგვეცვა რა. პირველ რიგში ახლა მინდა ჩვენი საუბარი გავხსნა, იცით რომ ზოგადად აი ვინ არიან ქართველი ამ სამედიცინო სტუდენტი ხო არ არის ასეთი რაღაცა ერთგვაროვანი მონოლითური სახელი. სამედიცინო სტუდენტი არის ბევრნაირი, ანუ თუ ჩათვალოთ ხა ადამიანს ვკითხოთ სამედიცინო სტუდენტი, რაღაცა პირველად შეიძლება საერთოდ ინდუსი ამოვარდეს თავში რაღაცა, ხო, იმიტომ რომ პირდაპირ ყოფით ჩვეულებრივ ბურგერს რაღაცა თბილისის მაცხოვრებელს, ამასთან აქ შეხება ხა მე დეტალურად ვინიც ხა ქართული სამედიცინოს უნივერსიტეტების ხა სახელმწიფო იქნება თუ თესევრანჩელობა თუ სხვა უნივერსიტეტი, ამათი ხა სტუდენტური ჯგუფები და მათ ცხოვრება და შემდეგ ეს არავინ არ იცის რა. მინდა რომ ამაში გავერკვიოთ რა. მინდა რომ აი მარიამს სწავლობდა USM-ზე თვითონ იტყვის რა მარიამს სწავლობდა და მაინტერესებს და ძალიან კაი ანალოგია გამოვა სანდრო TSSU-ში სწავლობდა, სადაც მეც სწავლობდი რა და მე მეც როცა ვსწავლობდი აი მაგდროინგ რაღაცებსაც გავუსენებ რა. მარიამ რა ტიპის სტუდენტები იყვნენ შენთან რა, ანუ რა სოციალური ჯგუფები იყო? შეიძლება საერთოდ ამის ასე გამოყოფა თუ არ შეიძლება და რა ყველა ეს ჩვეულებრივი სტუდენტი იყო რა და სწავლობდა უნდა და ამერიკაში დასწავლდა, მაგრამ ამერიკაში დასწავლზეც ვითხარი მე ორი სიტყვა რა. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამა, რომელიც ექვემდებარება ემორის უნივერსიტეტს. და ჩვენთან მიღების წესით დავიწყებ, რომ 20 ქართველი მიიღება ძირითადად ამის შედეგად საკმაოდ მაღალი ბარიერებით დაკვლებით. და დანარჩენი სტუდენტების 80% ძირითადად არის უცხოეთიდან ჩამოსული. ის 20 ქართველი, ვინც ჩვენ ვიყავით ამერიკულ პროგრამაზე და ვსწავლობდით, არ ვფიქრებ, რომ დიდად განსხვავებას გვგრძნობდით ერთმანეთთან. ჩვენთვის სამედიცინო სტუდენტი იყო სამედიცინო სტუდენტი და სხვაობას ვერ გვგრძნობდით. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რამაც მე სანდრო დეტალურად ისაუბრებს, რომ მე მყავდა და ყავს მეგობრები, რომლებიც ქართულ ფაკულტეტზე, ქართულ სამკურნალოზე სწავლობდნენ. იმათ შორის განსხვავება იყო. ხვეთოთ თქვენში ძლიერ რა. ხო, როგორც ლექტორი ხარ მე თუ ასწავლი და ვხედავ, იქაც შემიძლია. სადასწავლი ახლა ვითხარი? სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვასწავლე ახლაც, როგორც ქართულ ასე ამერიკულ ფაკულტეტზე და ქართულ ფაკულტეტზე შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი სოციუმის ფენა არის სტუდენტი უბრალოდ. ალბათ ყველა იმ სტუდენტმა იცის, რომ ვიღაცეებისთვის ეს სამედიცინო გზა უფრო ნაკლებად ეკლიანი იქნება და ვიღაცეებისთვის მეტად ეკლიანი იქნება და მეტი დაბრკოლება შეხდება, იმიტომ რომ ჩემთან მაგალითად ჩემ ფაკულტეტზე ჩვენ იმაზე ვიყავით დამოკიდებული, რომ ვინ უკეთესად მომიმზადებოდით და ვიცოდით, რომ ამერიკაში წახლა რადგან გვინდოდა ყოველს ერთადერთი გზა იყო იმის, რომ ვინ უფრო კარგად ისწავლე, ვინ უფრო კარგ რეზიუმეს ააგებდა
ვინ უფრო კარგად მიიღებდა მონაწილეობას ამ კონფერენციაზე, არის სტატიას გამოვიდა და ასე შემდეგ. ანუ ეს თქვენ შესაძლებლობს რაღაცნაირად იმუშავებდა რა თან. და აქ უნდა იმას ნიშნულობა ბისიშვილი ხარ და შენ სამედიცინო ასე შენს ოჯახში ვინმე არის თუ არა სამედიცინო სფეროში წარმომადგენელი. მე მაგალითად მოდივარ ეს რა კარგი პოინტია, აი რა მნიშვნელოვანი რაღაცაა რა ეს. ოჯახიდან მოდივარ, სადაც სამედიცინო სფეროში არავინ არ ყავს ეშიც ამისად მე 6 წელი როდესაც ბაკალავრზე ვსწავლობდი, არც ეს არ მქონდა ისეთი გარდა რომ ვინმე დამჩაგრია ამერიკულ პროგრამაში. ხო, ამერიკულ პროგრამაზე. რადგან არავინ მამაც ჩემს სიტყვაზე არ არის ექიმი. ანუ ეს კაც არასდროს არ და ეგ ლეგიტიმურია, ეგ განცდათოს ისა აქ შეიძლება იდეაში სამედიცინოზე. ჩემ დროს მაგალითად იდეაში ლეგიტიმური იყო რა ეგ. როგორ შეიძლება თქვას, დაჩაგრვაზე მეტად უფრო ვიღაც, ანუ არასამართლიან გარემოში მოწევდა. ანუ შეფასებას მიიღო ქულა უფრო მარტივად, ვიდრე შენ. შედაუშვა რაღაც ობიექტურად, რასაც იმცხოვრებ, მაგრამ იმას წამატებულად. აი ექიმების რაღაც დონეზე დაჩაგრვა რა თქმა უნდა არის. თუმცა რაღაც ამოჩემება რადგან არ ყავს დაუშვა. ტიპწოლოს ვინმე მასე არა. ვინც დაიცავს და მსგავსი, უშუალოდ პროფესიული კუთხით და ოჯახის კუთხით არა. და სამედიცინოზე უფრო მეტი ახლა ძალიან კარგი ის იყო ახლა რა უსმენდი მარიამს რომ იქ რაღაცა გამოცდა გაქვს USML-ი უნდა ჩააბარო, იცი ობიექტურია იქ გამოცდა რა როგორ უნდა მოემზადო გაიდლაინი გაქვს, გაიდლაინი გამოცდაზე მოქცევის გაიდლაინიც გაქვს. მინდა რომ მე სხვაჭორს მან გამოცდაზეც მე ორი სიტყვა თქვა რა ქართული გამოცდა რა არის და გამოცდა მართლა რა არის რა რომ ეგ უეჭველი საუბარი გქნა მერესთვის მაგადებული ეგ თემა. აქ და იქ ანუ მიზანი ეგ გაქვს და უფრო რაღაცნაირად ის ხდება რა, ანუ ჯგუფებს შორის მე განსხვავებები დიდად არ ჩანს რა, იმიტომ რომ უეჭველი ეს ასე უნდა გააკეთო, თუ გინდა რომ ეს USML ჩააბარო და რაღაცა გახდა ეს მე ამერიკაში რეზიდენტურის პროგრამაში რაღაცა წახვიდე და იქ ისწავლო და იმუშავა. აქ საქართველოში თანაბარ კონკურენციაში შედიხარ, აქ მასე გამოდის. ყველა ფაქტორი მოქმედებს, ეს იქნება შენი ნათესავი, უბრალოდ რომელი ლექტორი შეხვდება მაგალითად ზეპირ სიტყვერ გამოცდაზე თუ ის ლექტორი შენ გასწავლი და პარალელურად შენი სემინარისტი იყო შეიძლება უფრო მარტივად მიიღო ქულა ან უბრალოდ ლექტორებს შორისაც ბევრი რაღაცა შემოდის სხვა ისა ხო ბევრი ფაქტორი შემოდის არა უბრალოდ თანაბარი კონკურენცია რო ვქეხა თანაბარი კონკურენცია არის USMD-ზე ხო სწავლობ რო ძვირინებს ხო არ არის გამორჩევა რომ უფრო მაღალი სოციალური წრის სტუდენტები ეგ არის ნიშანი რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ რაღაცა პატარა სეგრეგაციას აუჩვასე გამოდის რომ სეგრეგაცია არის ეგეც კი რომ რაც არის გადასახადი ანუ იდეაში მაგას ხო შენ თავით ვერ დაიფინანსე ოჯახის გინდა რომ დაგეხმაროს ხო? 17 წელს ხო, საინდორო შევავიშო. ხო, მე მქონდა კითხვის ნიშანი და დიდი ფანი ყოველთვის დარდება ხოლმე ქართულ საკურნალოზე მსწავლობენ ბავშვები ყოველთვის აქვთ ეგ განცდა რომ ის რომ ჰაქსტენის სწავლა გქონდა ჩვენ ამერიკულ პროგრამაზე რის ძალიან ნადლიერი ვარ ამისთვის ადმინისტრაციასთან ქართული ფაკულტეტის სტუდენტებს ყოველთვის გქონდათ ეგ განცდა რომ ჩვენ თუნდაც ხო აი ეგ შესაძლებლობა გქონდა მიხვდეთ რომ იმდენი არ არის ამერიკულზე სწავლა ხო რა რაღაცა ეს აგასია ნუ ის ისეთი რომ ამაზე 4-ჯერ მეტი თუ რაღაცა სადღაც ახლავე 4-ჯერ მეტი ეს სისტემა ქართულ საკითხებზე კი აი უსამართლობის განცდა ეგ ლექტორების იმაზეც ლექტორები იყო რომ აი სამედიცინოზე ასწავლეთ SSU-ში და იმას შეესწავლეთ და იქ სხვანაირად იქცეოდა USMD-ში და აქეთ ჩაულებრივი აი ასე ვად ეხლა მასეთი ან მე ხوار მქონდა პირდაპირ შეხება და ესე ინფორმაციის დონეზეც არა თუმცა რაღაც დონის ლოგიკა შეიძლება იდოს მაგაში და რომ ადამიანის мотиваციას რომ იმსჯელო USMD-ზე ლექტორს სხვა ნასხაურება აქვს, ქართულენოვანზე სხვა ნასხაურება აქვს. შესაბამისად, ის мотиваტორი ფაქტორიც სხვადასხვანაირ შეიძლება იყოს. ქართულენოვანზე მეტად light მიდგომა ჰქონდეს, ინგლისურენოვანზე უფრო რთული. რაღაც გარკვეული წილი იყო მგონი ლექტორებს, რომელიც ორივე ასე თქვა ორივე ფაკულტეტს ასწავლიდა. არა, სხვადასხვანაირად იქცეოდა თუ არა? ეგ არ ვიცი, ხან უფრო გვიგვერდა იქეთ როგორ ასწავლიდა. მართლა? ხო. ხო, ლექტორებზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად. რა, მაგრამ ჯერ მაინტერესებდა სტუდენტებს, ეხლა როგორც მარიამმა თქვა, სტუდენტებში ეხლა მაინც USMD-ში ვინც იყვნენ, ნუ უცხოენოვანები უმეტესობა და პლუს ეს უცხოენოვანები ინდუსები უფრო. კი, ბევრი ყველანი იყო. მაგრამ ბევრი ხა მეც როცა იქ ვასწავლე, მახსოვდა გერმანელიც იყო, ბრიტანელიც, რაღაც ალაგ-ალაგ რა, უფრო მეტი იყო ხო ინდუსი რა. ინდუსი და აფრიკელი მე მგონი, თუ უფრო ინდუსი რა, აზიური ქვეყნები და აზიური ქვეყნები და
და სამედიცინოზე მაინტერესებს უფრო ბევრი ჰეტეროგენული ჯგუფი იქნება, იმიტომ რომ ქართველი სტუდენტებია. კი, ანუ მრავალფეროვანი სოციუმი არის. აი ხო და სტუდენტებს სოციუმი მაინტერესებს, რა თუ შეგიძლია ხარ რაღაცა. ანუ მართლა ძალიან მრავალფეროვანი სოციუმი არის, როგორც აი ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტის ფაკულტეტი რო აიყო, ეს ვერ გამოყოფ თუნდაც ეკონომიკური კუთხით ან რაღაც კულტურული კუთხით სამედიცინო ქართულენოვანი ფაკულტეტის სტუდენტებს. სტანდარტული მრავალფეროვანი ქართული სოციუმი არის. ანუ ზოგიერთ რაღაც რეგიონში შეიძლება ეთყობა მედიცინის პოპულარობა, ანუ ზოგიერთი რეგიონიდან უმეტე სტუდენტი გაქვს უფრო. ქუთაისიდან და დასავლეთ საქართველოს რა თქმა უნდა. რასაც ქართულ საქართველოში მედიცინის და ექიმის პრესტიჟი სხვა იყო ყოველთვის. ხო და ეგენი არის დღეს იგრძნობა რომ დღესაც არის მასე ანუ დღეს დასავლეთ საქართველოს ზუგდიდელ და ქუთაისელ ბავშვებს უფრო ეტყობათ რომ ზამთრ უხარიათ და სიამაყით სწავლობდნენ მუზეუმში სამედიცინოზე. არა მაგალითად გეკითხები რომ მე ჩემი თბილისელი კურსელები მე ქუთაისიდან ვარ და როდესაც მიდიოდეს ხოლმე კორტიკორი და კორპუსთან კორპუსში გადავდიოდით მე უფრო ბევრი ნაცნობს ნახულობდი ვიდრე ჩემი თბილისელი კურსელი და ეგ სწორად აღინიშნა რომ ქუთაისიდან მართლაც ბევრი ანუ ქუთაისი და ეს სამსემაგრელ პირველ კურსს ვიყავით იქ ვიცდამდი იმიტომ რომ ზოგი ჩემი კლასელი იყო ან ჩემი თანაქალაქელი იყო და ისდამდი მაგრამ რაც შეეხება სოციუმს და კიდევ თემას რო დაუყენეთ მე აღნიშნავს რომ მე მაქსიმუმ პირველ კურსზე ვიყავით ჩემი კურსელი დაბადების დღე სადაც დავიცანი სხვა სამედიცინო სტუდენტები რომელიც ქართულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ და ვახსოვს რომ დამიწყეს შეკითხვა რომ ჩემი ოჯახის წევრები რა სფეროში მუშაობდნენ და როდესაც გაიგეს რომ სამედიცინო სფეროში არ ამყავდა მაშინ მახსოვს პირველი გაუცება რომ გიქრეს რომ სამედიცინო სფეროში არ არის ისე რა გინდა მაშინ ხო ცოტა გამიგორდა და მაშინ დავუშვი ჩემს თავს ეს შეკითხვა რომ და მყავდეს ვინმე სამედიცინო სფეროში მისვლა საქართველოში მათა ინიციაცია გჭირდება იმისში რა რომ წელს ჩაბარე მარია 2017 2018 ჩაბარებული და რაღაც ჩემ თითქოს ხო პატარა სკოლა და რაღაც გავს დამოკიდებულ მე არავის ფრიდან არ შემჩნევია რომ აუცილებლობა ანუ რეალობა არის რომ როგორც მარიამ თქვა რომ სხვადასხვა გზის გავლა უწევს იმ ადამიანს ვისაც ყავს ამ სფეროში ნაცნობი და ვინც საერთოდ ნულიდან იწყებს ეგ რეალობაა უბრალოდ თვითონ რაღაც იმ ხალხთან ურთიერთობაში ვისაც მე მქონდა მაგას ვერ მე მე გულისხმობ რომ ანუ ყველა ასე თქვათ საკუთარ ბაბლში ცხოვრობს ხო დავისწავლე და იმ კონკრეტულ ადამიანის ხალხს მიუღებელი იყო რომ მე ესე გამოვიდე ხო რა ასე თავისი რა მაინტერესებს იცი აი ეს ქართული ჯგუფები ქართული სტუდენტების მაგკუთხით სოციალური იერარქიის დაწყობა არ გვინდა უფრო მე მაინტერესებს აი პოლიტიკური კუთხით მათი საფუძველობები დავყოთ მაგრამ უცხოელ სტუდენტებთან უცხოელი სტუდენტები არა ჩემს დროს იყო რა ეგზოტიკა რა მაგალითად ბევრი არ იყო ინდუსი და აზიელი სტუდენტი, მაგრამ ნუ ვინც იყვნენ ახლა ასე რო გითხრა რომ დიდი რაღაცა ასიმილირებულები იყვნენ თქო, მოგათხოვთ ცალკე community კონდათ, თავისთვის იყვნენ, ჩვენთვის, ის თავისთვის, რაღაცა ერთმანეთთან რაღაცა დიდი თანუყეთისერთილები არ იყო. ეხა უფრო მეტია რაოდენობრივად მათერიც. ეხა როგორი არის, საერთოდ თუნდაც USMD-ში როგორია ამერიკულ პროგრამაში და ქართულ პროგრამაში, ანუ არის ეს ჯგუფები ერთმანეთში რაღაცა შეყვარებულები არიან, მეგობრობენ, რავი მე. ანუ რა გადაკვეთა ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, რაც ელემენტარული შიდა ტურნირები, რაც აკადემიურ წრეს წყდება, იმ ნაწილში უფრო არის. ოკეი. ანუ ამერიკულ პროგრამაზე მაგალითად ძალიან ამიტომ ჩვენ ფაჩუკებში ვიყავით აუცილებლად პირობა იყო რომ ქართველი ყოფილი ფაჩუკებში და უცხოელები შეიძლება 16 წელი აი ესე იყო გადაანაწილებული აქ ქართველები ცალკეა და ის უცხოელები ცალკეა ხო სექტორი იმის ცალკე ის სექტორი ცალკეა ხო უცხოელები რაღაცა მეთო სექტორი ცალკე ჩვენ რადგან ანუ უნებრივი არის რომ ბარიერი აქვს რომ რადგან ის ოზე ინდოეთიდან ვიგუთიდან იყო ჩამოსული ნო ყველა ინგლისურად ლაპარაკობთ ას ყოფით იმაში ინგლისურად ლაპარაკობთ ხო ანუ ჩაულებრე მასია ინგლისურად ლაპარაკობთ მას ტრადიციებსაც ვიზერებდით ბევრად დღესაც ანუ იქ უფრო ის იყო რა ქვია უფრო შერეული იყო ვიდრე შემდეგ კიდევ უფრო მეტად აი ეს დაბალ კურსები რასაც უყურებთ ხოლმე სოციალური ქსელით ჩვენზე მეტად მეგობრებენ ძალიან აქტიურად აღენ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩართულობით და საერთოდ არ აქვს რაიმე ბარიერი აქ ძალიან ხრივისი არიან როგორც თავის ქართველი ეგ მაგარია და ეგ ქართულ სექტორზე ცოტა დახოცილო ვიდრე ჩემ დროს ვიყავი ხა რაც სანდრო მითხრა მაგრამ განსხვავებულია ამერიკული პროგრამისგან რომელიც იქ უფრო არეულები არიან ხო რა იქ ჩვენ ხარეს ბევრად ნაკლები იყო შეფერილი ეხლა რა მაინტერესებს ცით აი რა თემა აი სტუდენტის არსებობის და ცხოვრების სამი მთავარი პუნქტი მინდა
აი ორი რაკურსით მიმოვიხილოთ რა. სწავლა თვითონ სტუდენტის პლუს ამას მუშაობა და პლუს ამას გართობა რა, რომელიც არის ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი რა. მან დაი რა ხდება რა და მე გზადაზა კომენტარების სახით ჩაგერთობით ჩემ დროსაც გავუხსენებ რა ხდებოდა, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს რაღაც 10 15 წლის წინ რა. აი ახლა სწავლაზე რო კონცენტრირებთ, ვინ არიან ხა პიროვნებები არ მაინტერესებს, ლექტორები როგორ გამოიყურებენ, რასაკეთებენ, როგორი ურთიერთობა აქვს სტუდენტებთან და სტუდენტებს მაგათთან როგორი ურთიერთობა აქვს სწავლაში, სად არის იქ რაღაცა ხარვეზები რა არ მოგწონს ყველაზე მეტად და კი მე მაგალითად ითქვა მაგალითად ისევ და ესე ძალიან გამიმართლა რომ ჩემი ლექტორები განსაკუთრებით პრაქტიკულ საგნებს ან როდესაც პირველ კურსზე მიდიხარ და არიცი ან გადადიხარ სკოლიდან უნივერსიტეტში და მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მანდ არის რომ სტუდენტი ვიხდეს როგორ უნდა ისწავლოს და რომ სკოლა არ არის და უნივერსიტეტში სხვაგვარი სწავლის მეთოდიკა ასაჭიროება თუნდაც თვითონ პრაქტიკულ საგნებს ჩვენ ყოველთვის გვასწავლიან თითქოს ახალგაზრდა თაობის პროგრამატად პრაქტიკული არის ზოგადი საგნები ხო რა ანატომია ფიზიოლოგია ანატომია ბიოქიმია და ასე შემდეგ ძირითადად გვასწავლიან ახალგაზრდა თაობის ლექტორები ან რეზიდენტები ან ახალგაზრდა ლექტორები რომლებსაც ის გზა რასაც ჩვენ ახლა გავდივართ მოახლა როგორც ახლა შენასწავლი ახლა და შესაძლებლობებსაც ზუსტად იცოდნენ რა თქმა და როგორ უნდა მოგვიყვნენ და შემდეგ უკვე გადავდიოდით აი ექიმები გვასწავლდნენ როგორც ხა იყავით ჩემი ლექტორი და ნიშნავენ სწავლას რაც შეეხება იყო ის რომ იოსამენ თუნდაც არ იყო შენებიზანიერი იოსამენი ჩაგებარებინა ჩვენთან გამოცდები ყოველთვის სირთულის იყო რომ მაინც გიწევდა ყოველდღურად რომ დამჯდარიყავი დიდი ხანი გემეცადინა და გამოცდაზე გადავედი ხოლმე შენი თავის იმედად და გამოცდაზე რა დაიტესტებოდა ეს არასოდეს არავინ არ იცოდა და შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ეს სტრესი გქონდა და ამ სტრესთან ერთად გართობას სიმძლავრე რო გითხრათ ნაკლები მე პირადად ჩემ კურსსაც შემიძლია ვთქვა მამახლა იმედი არ გამოსწრებიანა ნაკლებად ვასწრებდით იმიტომ რომ ეს იყო პირველი წლები როდესაც არ ვიყავით კარგად ჩამოყალიბებული თავდაჯერება არ გქონდა არ ვიკეთებინა და შესაბამისად ხო ენაზე სწავლა ხა მაინც ამასე არ არის ისე შევეჩვევდით ანუ საკმაოდ დიდ დროს ვატარებდით სამი წადინა მაგიდასთან რაც შეეხება მუშაობას ფიზიკურად მე რომ მე მუშაობა ამ წლების განმავლობაში ვექცეთ უნივერსიტეტის გამოცდას და ვექცეთ აზრი არა ანუ ყველა ვარიანტში გინდოდა საპორტი ოჯახისგან ალბათ ახლა 18 წლის ადამიანი აბა სხვადასხვა ყველა შეიძლება თქვა რომ ყველა როგორც პრეგნენტული ზოგადი საგნები დავამთავრეთ ყველამ დავიწყეთ მუშაობა მე მაგალითად ტუტორი ვიყავი მე სტეპერტოსთვის ვასწავლიდი ზოგადად დაიწყო მაგალითად თვითონ ელექტრონულად მუშაობდნენ ან რაღაცებს ხარბნიდით არა ისეთები იყვნენ ახლა არასამედიცინო საქმეების კეთება ახერხებთ ეს არასამედიცინო საქმის კეთება ძართულია ახლა არასამედიცინო სფეროში მუშაობა იმისთვის რომ ასე თქვა შენი სტუდენტობის დროს თავი გიჩინო მოსკოვის გული რო კონდეს ნაკლებად ვახერხებდით ამას ალბათ იმიტომ რომ უფრო ხო ანუ შრომატევადი იყო რა ვაკეთებდი შრომატევადი იყო რომ მაშინ ანუ სასწავლზე ვიყავით რა ამის სწავლა უნდა დაგვეთო და მან დარწმუნებულად განსხვავებული იქნება ქართული რეალობა და რადიკალურად განსხვავებული ჩემ დროს განსხვავებული იყო რა და აი სავარაუდოდ მე რასაც დავიწყებდი რასაც ვიტყვი უფრო დაიმთხოვა შენ დროს იმიტომ რომ სკოლიდან როგორც კი გადავდივართ უნივერსიტეტში პრაქტიკულად სხვაობას თუ ვცნობდით კვლავ რაღაც დაზეპირება მოყოლა გვიწევდა გამოცდების საერთოდ რაღაც აი რა ვთქვა არასამედიცინო სფეროს წარმომადგენელი რო დასვა იმდენად ისეთ პროცენტულობა იყო ბაზის წინასწარ არსებული ტესტების ფიზიოლოგიური რაღაც მეორე კურსის გამოცდა და მაგრამ პრაქტიკული ხო არა ფიზიოლოგიის გამოცდა ხო თუნდაც ფიზიოლოგიის გამოცდა რა დასვა როგორც მართვის მოწყობის ტესტებს იზეპირებს ადამიანი ისე რომ დაასეპირებინა ჩვეულებრივ ჩაბარებს ნულოვანი გაგებით. ტესტები ქონდა დაზეპირებული, ანუ ტესტებს მაყურებლებს რო გავუმარტოთ, ის იყო რა, გაძლევდნენ და წარმოიდგინეთ წინასწარ არსებული რაღაც ფაზა რა, არაფერი ახლა. კი, ეხლა როგორც ვიცი არის გარკვეული დონის ცვლილებები, ანუ პროცენტულობა შემცირდა. კი. განახდა რაღაც დონეზე. თუმცა ძალიან რადიკალური როგორ განსხვავდება ეგ მინდა იმაყურებლისთვის ძალიან კარგად გამოჩნდება რა ამერიკული პროგრამის სტუდენტი რა რომელიც იმ სისტემის სწავლობს და ემზადება ამერიკაში სწავლიდეს ან არ სწავლიდეს და მარიამი დარჩეს აქ და აქ გახდეს ძალიან კარგი ექიმი რა მარიამს ახლა თავის ლაპარაკის დროს
ეგ პრობლემა საერთოდ არ უხსენებია რა, რომ რაღაცა ტესტის დაზეპირება უწევდა, რაღაცებს შვებოდა, ანუ სულ სწავლობდა და სწავლის პროცესი არის თვითონ რთული, მაგრამ არის ისეთი რა, ხა ასე ეგაა, მეცინი ხა სწავლობდა იყოს რთული, ხა სხვანაირად ხა ვერ იქნება, სხვანაირად ეგ საქმე არ არსებობს. აქ უწევდა უაზრო პრობლემებზე შეჯახება. კი, უაზრო პრობლემებზე, რომელიც ანუ ტესტების სიგრძით იმახსოვრებენ და თვალის მეხსიერად რა. ანუ ხანდახან გიწევდა ტესტის პასუხი, არასწორი პასუხი დაგეზეპირებინა, რადგან ბაზაში იყო ასე, გამოცდასაც ეს არასწორი პასუხი ჩაითვლებოდა სწორად. ანუ წარმოიდგინე რა. და ამის გაპროტესტების ხელობები მქონია უაზროდ რა, აზრი არ აქვს. ისწავლეს თავს რას იტკიებ, აგერ დაიმახსოვრე რა და შემოხაზე რომ ჰელიკობაქტერიის მკურნალობა არის ეს, არა და იცი რომ არასწორია და არის ეს, მაგრამ ნუ არასწორი პასუხი დაიზეპირე რა და რა ტვინი არ გამოუყო რა მოკლედ პროტესტი მაგ და მაგას პროტესტი არ მოყვა, ანუ ამას ყოველთვის იყო ესეთი დასაცინი თემა არის, ამაზე დაგვრჩინიან სამედიცინოელებს სხვებიც, იმიტომ რომ ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტი, სხვა სამედიცინო უნივერსიტეტებიც, ზოგადად სხვა უნივერსიტეტებიც, იმიტომ რომ ეგ არის რაღაცა ანუ ძალიან სიმახის საინტერესო სასაცილო ფაქტს მოგიყვები. ჰისტოლოგია, ერთ-ერთი საგანი, ანუ პირველი კურსის ჩემი საგანი, რასაც გავდივარ, იყო ძველი ტესტები, არ მოგსგონი 2018 შობარებდი 2013 წელს შედგენილი ტესტებით და ამ ტესტების გასწორება ხდებოდა წინასწარ გამზადებული ჩარჩოთი. ანუ 2013 წელს რო შედგა ტესტის ვარიანტი, სადაც დაუშვათ პირველ კითხვაზე პასუხი არის G, მეორეზე D, რაღაცა, არსებობდა იმ ვარიანტის ესეთი ჩარჩო, ამოჭრილი ნაწილით. ხო და ხო ჩარჩოში თუ არ მოხდა და რაღაც შემოხაზული არ იყო, ეს ნუ ესე გხდება რომ არას და ანუ ეგ იყო 2000 რაღაც 13 წლის დროინდელი რაღაც ვარიანტი, რომელიც არ შეცვლა 2018-მდე. და სტუდენტებს რა ხრიკი ქონდა ეხლა ნახე. ანუ ამ ჩარჩოს ხვადებენ. შესაბამისად ხო ვერ ნახულობენ არასწორ პასუხებს. ოკეი. და ზოგიერთ ტესტზე სადაც ორჭაფობა მიდიოდა, ორ პასუხს ხაზავდით. ხო? ან ჩარჩოს რო დაადებ, ის ვარჩას რო ორი მაქვს შემოხაზონე. ხო და ნაზმი. ხო ახსენე რა რომ მე გადავუხვიე, ასე თქვა ექიმობის გას. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის რომ ხალის мотиваციას გიკავს. ხო, შენ ის გითხარ რა, ეს მე გიჩვია, მინდა რომ ხალხსაც უთხრა რომ სამ ექიმობა გინდო და კლინიცისტობა იდეაში რა. ბატონო, დავამთავრე დიპლომირებული მედიკოს ფაკულტეტი დავასრულე, დაახლოებით მე-4 კურსიდან უკვე სხვა სფეროში მუშაობდი, კერძოდ ჯანდაცვაში სადაზღვევო კუთხით და როგორც კი დავამთავრე მაგისტრატურას ჯანდაცვის პოლიტიკის გავაგრძელე. ბოლო 2 წელი. ანუ ერთ-ერთი მიზეზი. ხო, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. შეურაცხყოფელია. რასაც არ ნორმალური ადამიანისთვის, ხო? ყველა ადამიანი ხო განსხვავდება ბუნებით და ზოგი ადამიანი არის, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი მოაპილისოს და იმისა მიუხედავად რომ იცის რომ გამოცდა ძალიან მარტივია, სისულელეა, დაწერს ჩვეულებრივად და მაინც იმეცადინოს სწორად როგორც არის ჩელენჯის გარეშე იმეცადინოს და არის ადამიანი რომელსაც ჭირდება ჩელენჯი, რაც არის მისი мотиваტორი. აი ეს ჩელენჯის გრძნობა 6 წელი რო არ მქონია მაგისტრატურაზე ვიგრძენი, როცა დავიწყე ფინანსების მენეჯმენტის სწავლა. ან სამედიცინო დამთავრებული დავიტაკე ფინანსებს, მათემატიკას და აი ეს ჩელენჯის გრძნობა ისეთ სასიამოვნო იყო. აუ და რა საშინელებას ყვები ხა, იმიტომ რომ მე-6 კურსზე წესით იმდენი უნდა კონდეს გამოცდილი უკვე სამედიცინო სტუდენტს, რომ მაგ ჩელენჯები უნდა კონდეს, აი გადაძაბული უნდა იყოს ჩელენჯებით რა და ახლა ეს ვიტყვი რომ მე-6 წლის განმავლობაში იმდენი ჩელენჯი მქონდა გავლილი, რომ ქართულ რეზიდენტურის გამოცდაზე გავედი, ისე გავდიოდი თითქოს, ანუ არც არაფერი ნერვიულ ბავშვებთან საერთოდ, იმიტომ რომ ვიცოდი რომ თუნდაც აი ეს გამოცდები, როდესაც აბარებ უნივერსიტეტებსაც გთხოვ სტუდენტს, რომ ისე ფუტკარი ქიშრომ ყოველდღე და მე ეს რთული გზა გაიარა, რომ მე შესაძლოა ახარ გეშენია. რა შემეძლო რომ ადამიანის გამოცდის არ მემეცადია და ისე ეხაც რეზიდენტურაში რაღაც ლხრი
კონკრეტული საკითხის დაფარვა შემეძლია იმით, რომ უნივერსიტეტმა თმეის აი შეხედე რა რა საინტერესო რაღაც აი განსხვავება ჭირდება რომ გადავშალო წინ წავიკითხე რომ ეს ბაზისი მაგ თავდაჯერების საყიდლად იცი რამდენი დრო დამჭირდა მე რო კიდევ პირათავსა და ზუსტად იგივე სანდრო როგორც ხება რა პერიოდი ისე ჩაბეტონებული სტრუქტურა სამედიცინო უნივერსიტეტი იმიტომ რომ 6 წელი ამთავრებდა აი რასაც მარიამი ყვება რა იმის მაგივრად თავდაჯერება მოგცეს რომ შო ტვინში გიდევს ისეთი პატერნები რომელსაც სხვა მოარგებ გასტროენტეროლოგიას ალღოს აუღებ იმას მოარგებ ლექტორობას ალღოს ფინანსებს მოარგებ იმას ალღოს მაგის მაგივრად დათრგუნული არათავდაჯერებული რაღაცა ისეთ ტიპს გიშვებენ რომელიც აი სულ გაქვს შენ თავში ეჭვი რომ ტესტების დაზეპირების გარდა ნეტა რამე შემიძლია თუ არა მაგიტომ ამბობ რომ აი ვინ ექიმიც აი დღეს მინდა რომ აი მაყურებელს ვინც გვიყურებს ძალიან ხაზი გაუსვა რომ ვინ ექიმიც დღეს თქვენ მოგწონთ საქართველოში და აქ ვისაც აქვს განათლება მიღებული მისხალი წვლილი არ არის ქართული საგანმანათლებლო ოფიციალური საგანმანათლებლო სისტემის ღმერთმა დალოცოს ინტერნეტი 21 საუკუნე ღია საზღვრები დასავლეთი სადაც შეგვიძლია მისვლა მოსვლა წვალებით რაღაცა თვით შემოქმედებით უსისტემოდ ალაგ-ალაგ ვიღაცა მენტორების კარგის ნახვით და იმათან მიკედლებით და იქ ვიღაცა გზას გავიკვალავს და რაღაცა ასე ქაოტურად რაღაცის იმით თორე უნივერსიტეტი გიშვებს აი როგორც ყვებოდა სანდრო გაუხარდა რომ რაღაც სირთულე გადაწყვიტა იმიტომ რომ აჩვენებდა რომ დებილობები უნდა აკეთო რა თელ ცხოვრება მინდა რომ თქვა რაღაცებს შეიძლება ჩემ და თქვენ თავბაშორისაც არის რაღაცა სხვაობა იმიტომ რომ მაგალითად ეხლა ახალგაზრდა ლექტორები რომ მივიდით უნივერსიტეტში და თავუწყასწავლება ჩვენ გქონდა ძალიან დიდი პროტესტის განცდა რომ ეს სტუდენტები რომლებიც ბოდიში მე სადასწავლეთ ამერიკულში ასწავლეთო ეს ქართულ ფაკულტეტზე და ამერიკულსაც ვასწავლე და ჩვეულებრივ ფაკულტეტზე სასწავლე ქართულ ფაკულტეტზე ვასწავლე მქონდა განცდა რომ სტუდენტები რომლებიც ჩემზე 3-4 წელი პატარები არიან რატომ ანუ ანუ 80 გრადუსით განსხვავებული გარემოებები აქვს და მარტო მე რა ყავი ესე სხვა ახალგაზრდა ლექტორები ჩემთან ერთად მოვიდნენ კონდათ იგივე გასა და დავიწყეთ მაგალითად ტესტებით შევცვალეთ სტუდენტებთან მიდგომა სტუდენტებთან სწავლების მეთოდიკაც შევცვალეთ აქ ქართულ ენოვან სტუდენტებთან ქართულ ენოვანზე გულისხმობ იმიტომ რომ აი ტესტის განსა გქონდა რომ ძალიან ხშირად არიან ხოლმე იქივე მეციან მაგრამ მით შენი გზა გავიარე და ჩვენი გზა ეგ ხო რა არ გიტანჯი მასე არ უყურებ იმას რომ რაღაცა მხრივ შეწვინდა ინტერესო ხო მე მქონდა ყოველთვის ის განცდა რადგან მე სწავლობ არა თან ტანჯვა რას ქვია მაგას იმას ვქნათ ხაზი გაუსვადო ტანჯვა სწავლა არ არის სწავლა ბევრი უნდა ისწავლო ღამე უნდა ატარო ტანჯვა რა ტესტების დაზეპირება დებილობის კეთებას ეგ ტანჯვა რა რაღაც არ ჭირდება ხო რა სისულელეების კეთებას რა მედიცინის სწავლის სირთულე უნდა იყოს რეალური თავისი ხო მართლა სირთულე რა შინაარსობრივი სირთულე და არა ის პასუხისგებლობით და შინაარსიდან გამომდინარე და არა გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე კონცეპტუალურად რთული უნდა იყოს და არა ფაქტორები ეს იქნება თქვენ შედაწყვეტნებ რომ ჩემ ყოველთვის მაგალითად ისეთი განსა მქონდა რომ აი დანაშაულის განცდა მქონდა რადგან ამერიკულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი იმიტომ რომ ჩემთვის ახლა მეგობრები როდესაც ეთქვა ცოტა ისე ამერიკული ფაკულტეტი და რაღაცა შერაგიჭირსო რა მე უნდა მეწუნა იმაზე რომ εν რაოდენობით მაქვს 13 წელი და სიტყვა ჩემს მეგობრებს შეიძლება და რომ იწუწუნა იმაზე რომ არსებობისთვის გადარჩენა მიდიოდა იქ და ამიტომ მე ყოველთვის ჩემ ემოციებს ვცდილობდი რომ დამეტრგუნა და არ მომეყოლა იმიტომ რომ ხდებოდი რომ ის მართლა იყო რომ იმ პრობლემებთან შედარებით რაც მათ ჰქონდათ ძალიან შეუფერებელი ის ხო მაგალითად გამომეწონა მასე ძალიან დიდი კიდე მაგას და თვითონ რომ კლინიკებში სიარული კორეცსაც დავიწყეთ და ადამიანებს ყება რომ emergency mode-ით როდესაც ეს კლინიკები დაახლოებით ერთი სახელები არ გვაქვს ერთი და იგივენაირი კლინიკები იყო ხო ქართული და ის ერთნაირი სტადიონი რომ მე რომ გადავდები დახმარების მოდულს ქავდიოდი როგორც სტუდენტი იქ ექცნა და ექცნის დამხმარედ მუშაობდა ჩემ ხელა სტუდენტი რომელიც ქართულ ფაკულტეტში სწავლობდა და ის რომ მე ექცნასწავლი და ინტრავენური კათედრის ჩადგმა და ჩვენ პოლები ვიყავით და ის იმის ნაცვლად რომ ერთ და იგივე დრო გქონდა და მე ვიყავი უნივერსიტეტში სწავლობდი და ის მუშაობდა და იმ დროს აკლებდა თავის აკადემიურ მოსწრებას ეს ჩემთვის ძალიან უხერხული იყო და ეგ მაგაზე მქონდა რომ ეს შენ რა მანდ გინდა რომ ხაზი გაუსვათ იმას რომ ეგ არ არის სტუდენტის მუშაობა
ანუ ეგ ერთნის საქმე, სხვა საქმეა რა, ანუ ეგ არ არის სტუდენტის საქმე რა, რომელიც სტუდენტის საქმე არის წიგნი, თეორია, მაგის სწავლა და ამ შემდეგ რა. ანუ ჩვენ ქვეყანაში ექნის დახმარების ბაზა, სამუშაო რესურსი სუფთად არის სტუდენტები. მასეა, ხო და ძირითადად ამ ქართულ ენას რომელიც ხანდახან არა მარტო ერთ, არამედ ორ კლინიკაშიც მონაგეობენ და ცალკე აქ სწავლის ხარისხის ნოლიქს რჩება. ხო, როგორც სტუდენტის მხრიდან და ეხლა ცალკე ჯანდაცვის მხრიდან რა ვიღოთ, როდესაც ადამიანი ორ კლინიკაში მორგავს, მისი მუშაობის ხარისხი განსაზღვრა, ანუ ძალიან და სტუდენტით ანუ ახლა საკით უმცროსი და იმის მუშაობის ხარისხის განსაზღვრა იქ და მე იმის სწავლის განსაზღვრა, იმის თავის სამუშაო სწავლაა და რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ სადაც უწევს იმის task-ი თუ არის, რომ ტესტები იზეპიროს, მაგ task-ს თავს ართმევს. და ანუ ძალიან ვისაა რა, ძალიან საშინელი სიმახი იმჯერზე ვლაპარაკობთ იდეაში ხა რა, იმიტომ რომ ეხლა რომ დავფიქრდი მაგის აი შეცვლა, საიდან უნდა შეცვალო იქ? რა მე ხო ვფიქრობ, რომ მოთხოვნა, აი პროტესტი არ არის რა, რას ვაკეთებ, რა დებილობას ვაკეთებ რა. არა და იქნებ მართლა იქ 6 წელი, აი დღეს მართლა ეგეც მინდა რომ ხალხისთვის გაუსვათ ხაზი რომ ძალიან ყოველთვის ვემიჯნებოდი, სულ მქონდა მე კომპლექსი სტუდენტობის დროს, რომ მეთქი აი რაღაც სამედიცინო წარმოვიდგინა, რომ აი მართლა ბევრი სამეცადინო უნდა მქონდეს რა. და ხო ხედავდი რომ არ მქონდა ბევრი სამეცადინო, რა 9 საათში ვაგვარებდი აგებას რა თემას, რომ ის რას ანუ რაღაც ჩემში არ იყო პრობლემა რა. პრაქტიკულად არა განსხვავება არის რაღაცა 10-15 წელი და იგივე არის ზუსტად რა, რასაც ვქონდა. დარწმუნებული რომ ჩემზე უფროსი რომ დავსვინე იგივეს მე. ჩემს შემდგომ იწყება გარკვეული პატარა ცვლილებები. მართლა? აი ჩემ მეგობრებთან დაბლ კურსელებს ვისაც წელს ვინც დაამთავრეს. თუნდაც მოდულების სისტემით სწავლება, როდესაც კორელაცია არსებობს სხვადასხვა საგან შორის და ერთიანი გამოცდა არის თემატიკების დამთხვა ხდება, დაიწყო 2019-დან. 2019-დანვე დაიწყეს, შემდგომ ამ არსებული წინასწარი ტესტების შემცირება, მეტი დახურული ტესტები და უკვე რაღაცა ის გაჩნდა. ის დახურული ტესტები ბოლო 2-3 წელია, რომ ქართულ ენოვან ფაკულტეტზეც მარიამის ხელა, ჩემ ხელა ლექტორები არიან, ახალგაზრდა ლექტორები არიან და ბევრად მოტივირებულები არიან და ზუსტად ის მიდგომა არ აქვთ, რომ აი ჩვენ ეს ტანჯვა გავიარეთ. სურვილია ახალგაზრდა ლექტორებს თვითონ ავტორიტეტი ისე აქვთ, ასე უყურებებს და ეხლა მეც ახალგაზრდა ვიყავი ლექტორი, რომ ნახტენი პირველად რო ლექცია წავიკითხე და კათედრაზე ავტორიტეტს კურსს. თავის ლექტორებს შორის და სტუდენტებს შორის, სტუდენტებს უფრო მეტად მოსწონთ ახალგაზრდა ლექტორები. ხო, და მე ვიდრე რაღაცა ნათელი წერტილი შეიძლება 1-2 იყოს ძველი თაობიდან და უფრო მეტწილად ახალგაზრდა ლექტორები. ახალგაზრდა ლექტორები არავინ არ ყავდა. საყოველთაო იყო რაღაცა 50 და მაგ არა დაახლოებით. ეს მართლა ეხა ახალი ამბავია რა, ახალგაზრდა ლექტორები დაამთავრებენ და გაიცოდნა basic science ძალიან კარგად ასწავლიან და მასე კარგად ანატომიას და ფიზიოლოგიას ამ სახელმწიფო სამედიცინოზე არ ასწავლიან და რატომაც არა ეხა ცოდნა რო გაქვს, ბარემ იმეორე და უმეორე სხვებს და ასწავლე და ის სხვას ასწავლით და თან შემოსავალიც ექნება. ანუ ეგ ისეთ შემოსავალია რა, შენ საქმესთან ახლოს დგას და თან შემოსავალია და თან შენ საქმესთან ახლოს დგას და ეგ კარგია, ეგ კარგად შეიცვალა რა რაღაცისკენ რა. ეგ მომწონს ძალიან რა. ეხლა სადამ აი სტუდენტების აღწერა მინდა დავასრულოთ ერთი ძალიან მოკლე თემით და მე მინდა გადავიდე მეორე თემაზე რა. ჩემ დროს იყო ძალიან გავრცელებული რა შეიძლება ვიღაც სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მართლა არ იყო სასაცილო, იმიტომ რომ ჩვენთვის რა ჩვენ გვაწყობდა ეგ ამბავი მაშინ. იმიტომ რომ ითვლებოდა რომ ლექტორებისგან გრძნობდით პირდაპირ ამ დამოკიდებულებას, რომ ბიჭები რა ხარ, ბიჭე ჩვენი საქმეა რა იდეაში რა, მედიცინა რა და გოგო, მაინც რაღაცა ბავშვი გაზარდე, რაღაცა სამზარეულოში ჩარჩი და ამავდროულად. ანუ მართლა თვალსაჩემი იყო, ან ჩვენი გოგოები გრძნობდნენ ამას, რომელიც დღეს ძალიან კაი ექიმები გახდნენ და ბიჭებიც გრძნობდით მაგას, ან ჩვენ პრივილეგირებულების როლში ვიყავით ასე. დღეს არის აი ამერიკულ პროგრამებში და ქართულ პროგრამებში თუ გასხოვდება, მაგით თუ გასხოვდება ეგორი პროგრამები, ეგენ მაინტერესებს რა. კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მე 6 წლის განმავლობაში პრობლემა არ შექმნია, რომ ჩემ კურსელი ბიჭი ჩემზე წინ დაეყენებინა. კომენტარი გაეკეთებინათ ისეთი, რომ ის ჩემზე მაღლა დგას და მე რამეს ვერ შევძლებ, რადგან ხანი ვარ. თუმცა თუ აღნიშნავთ, რომ იმ სიტუაციაზე, როდესაც კლინიკებში ხდებოდით, სადაც ისეთ ექიმებს გარემოში ვთქვათ, რომლებიც არ გვასწრებდნენ, ზოგადი მენტალიტეტი ვფიქრობ, რომ ისევ იგივეა დარჩენილი, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება მაინც ეთქო ნებისმიერი კლინიკის ნებისმიერ ექიმს გამოვიდა და მაინც ეკჩება ისეთი რომელიც იტყოდა ამას რომ მე ვარ ხანი და შესაძლოა წავიდე რაღაც უფრო ისეთ სფეროში რომელიც ოჯახში ყოფნის დიდხანს რა საშარო საქმეები ნაკლებად ვაკეთებ რა აქ ჩვენთან მაშინ რა ქვია სამწუხაროდ იგივე რეალობა დგას
ისევ ქალებს ამზადებენ იმისთვის, რომ ან აკეთე რაღაცა ოჯახსაკი მაქსიმუმ და ანუ კარგო პრივილეგიებს. ოჯახსაკის ბოდიში არ ვაცირებ, ამით რა. ბიჭია მაინც სხვანაირად აზროვნებს და ეს ნოს რეპლიკები ხშირი იყო და მეც ჯგუფელებსაც ერთიანი პროტესტი გქონდა. სხვადასხვა პროტესტის კუთხით ყოველთვის შეკრული ჯგუფი მყავდა და სამკურნალოზე იყო. კი, სამკურნალოზე. და კიდევ ერთ საინტერესო რაღაცის გეტყვი, რაც შეიძლება თუ სტუდენტთა კომუნიკაცია არ ქონია, ესეთი რაღაც არის, რომ დისკრიმინაცია მიდიოდა ფაკულტეტების მიხედვითაც. ანუ რაღაც თითქოს მეცნობასავით ეს დაბალ კასტად თვლიდნენ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს და სტომატოლოგია მოგონ ცალკე იყო, ხო? ხო, სტომატოლოგია ცალკეა, ჯანდაცვა ცალკეა, სპორტი, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია ცალკეა, ფარმაცია ცალკეა. კი, ეგ მახსოვს, ეგ ჩემ განსხვავებული დამოკიდებულება ლექტორების მხრიდან ფაკულტეტებს შორის ყოველთვის იგრძნობოდა. და უცხოელები კიდევ მაგ იერარქიაში ერთ დაბალ საფეხურზე იყვნენ, ჩემ დროს უცხოენოვანი ისეთი იყო რა. დიდად თავს რაღაცა ასე არ იყავდა მინიმალური შეხება მქონდა ახლა უცხოენო ფაკულტეტებში. სტუდენტებს შორის დისკრიმინაციაზე არ ვიძახი, ლექტორის მხრიდან დისკრიმინაციაზე ვიძახი რა, ამიტომ. ანუ ეხაც არის, რომ რაღაცა ცოტა უფრო პრესტიჟული ფაკულტეტები, რაღაცეები, ეგ იდეაში სპეციალობების მიხედვითაც მაგეთი იერარქია, მგონი ყველგან არის რა, რაღაც სპეციალობები ცოტა ისეთ სპეციალობებად ითვლება, რაღაცეები ნიშნავთ. მან ის მომენტია, როდესაც ერთი და იმავე საგანს გადის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი და იმ სტუდენტის შეფასების კრიტერიუმებზე მოგსაუბარი. ეგ ახლა მასე შეფასებაზე როცა აისახება, ეგ მეტად ძალიან უცნაურია, ხო თითქოს და სამკურნალო ფაკულტეტს მეტად უნდა მოგეთხოვებოდეს. თუმცა გადაბარებაზე გაშვებების სტატისტიკა რო ნახო სხვა ფაკულტეტებზე უფრო უშვებდნენ. აუხსნელი იყო რა ჩემთვის. იმას არ ვამბობ, რომ რაღაც სწავლ თვითონ სტუდენტებში იყო პრობლემა, არ უშუალოდ ლექტორების მხრიდან იგრძნობოდა ეგ ნაწილი. საინტერესო. ეხლა ხალხო, ჩვენი პოდკასტის იდეაში მეორე ნაწილში მინდა შევეხო რამდენიმე თეზა მაქვს ჩემთვის გამოყოფილი, რომელიც ჩემ პოზიციაც მინდა დავაფიქსირო და თქვენი აზრიც მოვისმინო რა. ანუ არის რაღაც თემები, რაც არის უეჭველი 100% და ჩემი არა მარტო პოდკასტების, არამედ ჩემი ზოგადად მუშაობის, ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი არის, რომ რაღაცეები ქართულ ჯანდაცვას შევცვალოთ, მოვიზიდოთ ბევრი თანამოაზრეები, შევთანხმდეთ ერთაზე და რაღაცეებზე თქვათ, რომ ეს ასე არ შეიძლება, ესენი არის შესული. პირველი ასეთი თემა, რასაც შემოვაგდებდი ხა თქვენსაც მომსვენდი, არის ნაწილობრივ თქვენ ცოტა გავშალოთ რეზიდენტურის გამოცდები თვითონ და ამ რეზიდენტურის ადგილების გამოცხადების ლოგიკა. ანუ მაყურებლისთვის რო ახსნათ ხა სახელმწიფო როცა აცხადებს ადგილს, ეს რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს, ხო? ანუ წინასწარ უნდა სახელმწიფო კლინიკებს, უნდა კონდეს წინასწარ შესწავლილი პაციენტების რაღაცა ბრუნვა, უნდა კონდეს დათვლილი ერთი რეზიდენტი რამდენ საქმეს გიკეთებს წელიწადში და უნდა ნახულობდეს, რომ მაკლია მე ხა 2 ცალი მჭირდება კადრი და მოდი გამოვაცხადო რაღაცა ბავშვთა ენდოკრინოლოგიაზე 2 ადგილი, იმიტომ რომ აგე რაც მანახა ახლა ამ წლის მონაცემა, რომ 2 მაკლია რა აქ და ამ წელს იყოს მოდი 2 ადგილი. ის ხოცა კერძოც თავისი ხა რაღაცა ასე არ ხდება ას გამოცხადებაზე, მოდი წელს გავაუშვათ ერთი რაღაცა 1000 გასტროენტეროლოგია, ხა მაგაზე ხო არ ხდება, ანუ რაღაცას უნდა ეთქვა. მე მაგ ლოგიკას ვერასდროს ვერ ხედავ. ანუ ვერ ხვდები ეხაც რო ვლაპარაკობდით კაცში შემოსვლამდე, მარიამისგან გავუგე პირველად რომ რაღაც ბავშვთა ენდოკრინოლოგია, რომელიც არის ძალიან სპეციფიკური საქმეა, ჩემი განსახედიდან კი არა და მართლა სპეციფიკური საქმეა, იმიტომ რომ 3 მილიონი ქვეყანაში ხა ასეთ პატარა რაღაცები, ესე ხშირი და დიდმოცულობიანი ფიზიკურად ვერ იქნება რა და 30 ადგილი და რაღაცა ათეულობით ადგილი ბავშვთა ენდოკრინოლოგია, როცა გასტროენტეროლოგია დიდებში იყო 1 ადგილი ან 2, ცოტა ხო ვერ ხვდები, სულ თუნდაც სულ მაგდენი არც არის გასტროენტეროლოგიაში რა. ხო და აი ამაზე მინდა რომ თქვენი აზრიც მოვისმინო რა. რეზიდენტურის გამოცდას რო ადამიანი აბარებს მაგ დაზეპირებული ტესტი, რომელიც საერთოდ მართლა არაფრის დამოწმებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად რა ტესტებს იზეპირებს და რას არასწორ პასუხებს იზეპირებს, რომ შემოხაზოს და კულა მიიღოს, ხო? და ეს ადგილები თვითონ რა ჭირდება ქვეყანას, რომ არ ვიცით, რომ რამდენი რაღაცა ინტერვენციონისტი ჭირდებათ, რა აგვირებს, საერთოდ წარმოდგენა არა, მაგიტომა უასდრო დეფიციტი, მაგიტომა არის, რომ სპეციალისტი, უფრო ანუ მაგას ბაზარი როგორ არეგულირებს, იცი და იდეაში ბაზარზეა ჩვენი მედიცინა მიშვებული რა, რომ იღებ დიპლომს და იწყებ გადარჩენისთვის ბრძოლას რა. გადარჩენისთვის ბრძოლას რო იწყებ, უყურებს, სად არის სახელმწიფო კლინიკა, კერძო კლინიკა გირჩევნია, კერძო კლინიკა, იმიტომ რომ სახელმწიფო რაღაცა ფულს გიგვიანებს, ხელფასი არასდროს ესეთი არ გექნება, გექნება ბევრი სოციალური პრობლემები, არავინ არ დაგაფასებს, გამოგიყენებენ მონად, ტრეფიკინგი, სხვა პილითნები და ამიტომ აღარ მიდიხარ რა მაგაში და მიდიხარ იმაში შესაბამისად,
ხდება რაღაცა რჩება ისეთი სფეროები ბევრი რაც უფრო კომფორტულად გაკეთებადია, მართლა გაკეთებადია და რაც მართლა დეფიციტურია და ხა არა პოპულარულია, ისინი იჩაგრება. მე მაგას უნდა აბალანსებდეს რა სახელმწიფო მოთხოვნა. ამის გამოსწორება ამაზე მაინტერესებს ჯერ თქვენი აზრი და მე მაინტერესებს თქვენი აზრი რის შესახებ, ვიცი რომ ეს არ მგონია რომ თქვენ არ მითხრათ რომ ეს ნორმალურია თუნდაც რეზიდენტურის გამოწვევები ნორმალურია. მე არ მივაკუთვნები იმ ხალხს, ვისაც გონია რომ ეს არის პრობლემის ამოსავალი წერტილი რა. ანუ თავარი ხა რეზიდენტურის გამოცდა რო არის ცუდი, მაგიტომ არ არის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ცუდი რა. ეს ერთ-ერთი ნაწილია. მაგიტომ მივაბი ამას მე რა, იმიტომ რომ მანამდე ხდება, მაგიტომ მინდა რომ ხშირად ხა პოპულისტურად ამბობენ ხოლმე მათ შორის ეკიანებს რომ აი რომ საშინელება გამოცდას აბარებენ და გავიგე რომ საშინელება დაზბირო ტესტებამდე აგერა ისტორიები მოვყევით რა. ანუ მაგ 6 წელს რო გადიხარ იდეაში ხო, ნუ დაზაბირებული ტესტები უნდა ჩააბარო, აბა რა უნდა ჩააბარო, აბა USML-ის გამოწვევას ვერ ჩააბარებ, იმიტომ რომ ჩაიჭრები, იმიტომ რომ არ მომზადები ხა საგანმანათლებლო სისტემას მაგისთვის რა, ვინც მოამზადა ისინი აბარებენ, ისინი მიდიან და ეს არ მომზადებია და მომზადა ტესტების დაზაბირებისთვის გაწირა რა. ჭკვიანი სტუდენტი, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია რომ მაგისთვის გაეწირათ რა. რა აზრის ხართ ამ თემაზე და როგორ უნდა შეცვლის რამე იმას დინამიკა ჩანს რა, რაღაცა ცოტა ტესტები ცოტა თითქოს გამკაცრდა, რაღაცები შეიცვალა, რაღაცა მოძრაობა ჩანს იმისკენ თუ რავი, როგორია თქვენი პროგნოზი, რა ასე იქნება ეს რაღაცა სტაგნაცია, კიდევ ერთი 20 წელი თუ როგორ მოხდება? მანდ ვინაიდან უშუალო შეხება ქონდა რეზიდენტურის გამოცდასთან შენ დაიწყე. რეზიდენტურის. და რა მოგუყევი იცი მარიამ, ვიდეო გამოცდა თვითონ აი რეზიდენტურის აქაურ ხო თქვი და USML-ს განსა ხა ბევრს არ წოდინება ხო ხა ვინც არამედიკი შეხედავს ამას და გამოცდა რა არის რეალური რა ეს როგორ ამერიკის რეზიდენტ პროგრამის მოსახვედრად საჭიროა სარეზიდენტო გამოცდების ჩაბარება. მინიმუმ 3 გამოცდა ჩააბარა, რომ ამერიკის რეზიდენტურაში მოხდა და ეს გამოცდები გამოცდების ხანგრძლივობა არის 7-8 საათი მინიმუმ. შესაბამისად, შენ თუ ფიზიკური მზაობაც არ გაქვს იმისთვის, რომ 7 საათი მიჯდე და კითხო და წერო, ფიზიკურად შევძლებდი ეს ფალფეიქს. ამ ხრივ რო გადმოვიდეთ ქართულ გამოცდას შევადარეთ, ქართული გამოცდის ხანგრძლივობა არის ალბათ ახლავე 2-3 საათი, ჯამში გვაქვს 100 შეკითხვა. ეს შეკითხვა ამ ჯამში გვაქვს 200 შეკითხვა, ბოდიში 160 შეკითხვა ვიცით რაც მოვა და 40 შეკითხვა არის დაახურულ თრაზეც ეწოდება, რომელიც არ ვიცით რაც მოვა. 160 შეკითხვის ბაზა, რომელიც შედგება 2200 რაღაც ტესტისგან, ამას ვიზებდი და დანარჩენი 40 წერთ ჩვენი ცოდნით. ოღონდ ამ 40-ზე არ არის მოცემული არსად სილაბუსი, საიდან უნდა ვიმეცადინე ამ 40-ის შეკითხვის. რის საფუძველზეა შედგენილი, ხო? კი ბატონო, პლუს ამას კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რაც სანდრომაც თქვა, რომ სარეზიდენტო ტესტებში შეიძლება იყოს 2 იდენტური შეკითხვა და პასუხი იყოს სხვადასხვა. ერთში მონიშნულია, მეორეში მონიშნულია და შემდეგ დაიზები, რომ რაღაც პასუხების მიხედვით დაიზები, რომ რომელი შემოხაზა და რომელი თანმიმდევრობა ხო რა. თანმიმდევრობით დაიზები. სიკვენსი. მიუხედავად იმისა, რომ 6 წელი ენაზე ვისწავლე და საერთოდ არ მქონია შეხება ქართულ ტერმინოლოგიასთან ესე და დაზეპირებაც არ იყო ესე ხო, ექსკილი არ ქონდა. ორი კვირის განმავლობაში მე და ჩემი მეგობარი ჩემთან სახლში მკრებებოდით, მე ვკითხულობდი კითხვას, ის კითხულობდა პასუხს, 2 კვირას თათქაც 2 საათი მეცადინებდი დღეში და ამით ჩავაბარე გამოცდა და მეორე საკმაოდ ადეკვატური ქულა. როდესაც USML-ის გამოცდები ჩასაბარებლად დღეში მეცადინებდი თათქაც 7-8 საათი თვეების განმავლობაში. შესაბამისად მე ქართული რეზიდენტურის გამოცდაზე გავედი, ბუნებრივად ძალიან თავდაჯერებული გავედი და იმ 40 შეკითხვაში მიხედავთ რომ არ ვიცოდი გამოცდები ვიდეო და არ მქონდა საერთოდ იმის შეშინა რა იმის ჩაიჭრებდი. და თქვენ რასაც აღნიშნავთ, ეგ თქვენი რეალობა, ჩემი რეალობა გახდა უკვე რეზიდენტურის ჩაბარების დროს, იმიტომ რომ მე აღმოჩნდი უკვე 23 წლის ასაკში აღმოჩნდი იმ ქართულ რეალობაში და ქართული სისტემაში. ხო, არ იცოდი საერთოდ მომზადებული არის მაგალითად. ხო, ძალიან ენთუზიაზმი, მოტივაცია, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეზიდენტურის განმავლობაში მე მჭირდება ძალიან დიდი მენტალური შრომა იმისთვის, რომ ჩემი მოტივაცია არ შემცირდეს და ამდენ წლიანი 8 წლიანი შრომის შემდეგ რაღაც წელიწადნახევარი გამოჩა, უარი არ ვთქვა ჩემი ლიცენზიის მიღებაზე, იმიტომ რომ მე აი რა აძლევინებ სტუდენტს რა. ეგაა ჩელენჯი რა, მაგ ჩელენჯს გიცესებს სისტემა რა. საათი რო ვიყავი და მეცადინეობდი სტეპებისთვის პრობლემა არ მქონდა, იმიტომ რომ იქ რო რაღაცას ვწავლობდი, რო ამაზე ფერადი ფოტოები მიხსნი და ამის რომში რა აზარტი გაქვს რა. ეხლა აქ რომ საერთოდ ვარ ობზერვერის როლში
ძალიან მიჭირს, ანუ ის რაც ბოდიში გაგვიმარტე რეზიდენტის როლი რა იქნებოდა მაგალითად ამერიკაში და რა არის აქ რეზიდენტის როლი ამერიკაში არის ჩვეულებრივად უმცროსი ექიმი არის. პასუხისგებლობები აქვს და ყველა პასუხისგებლობა შეთანხმებული არის უფროს ექიმთან, რა თქმა უნდა, თუმცა პაციენტის მიღება რაც გულისხმობს ანამნეზის შეკრებას, ფიზიკალურ გასინჯვას, შემდეგ დიაგნოზის და მენეჯმენტის ენდოსკოპიას შეულებრივად ეს დამოკიდებული რეზიდენტზე და საქართველოში რეზიდენტურა არის გადის სადღაც ობზერვერის და ასისტენტის ხაზზე და რეზიდენტის დროის დიდი ნაწილი ადმინისტრაციული საქმეებით არის დაკავებული, ვიდრე კლინიკური პრაქტიკით, ანუ ისტორიის შევსება და ექიმის კარნახის დანიშნულებას დაწერს და ის რომ რეზიდენტი მიიყვანო კრიტიკულ ფიქრამდე ეს არ ხდება საერთოდ. ეხა ეგ რო თქვი, ეხა ისტორიის შევსება უწევსო, დარწმუნებული ვარ მაყურებლების არა ამ საკითხის გაურკვეველი მაყურებლების უმეტესობას ცოტა კითხვა გაუჩნდა რომ wow, it's okay. აი ისტორიის შევსება უწევს, აბა რა უნდა უწევდეს, ანუ არც იცის ხალხმა, ეგ იმდენად მოცემულობაა, რომ არც იცის ხალხმა რეზიდენტი რაში უნდა გამოიყენოს რა. რომ რეზიდენტი უნდა გამოიყენოს მართლა სამედიცინო საქმეში, რომელიც უნდა გააკეთოს სუპერვაიზინგის ქვეშ, უნდა გააკეთოს ეგ სამედიცინო საქმეები. თუნდაც რაღაცა ინვაზიური პროცედურებს, კი გასტროს რეზიდენტმა რაღაცა ენდოსკოპიას რო აკეთებს, ის მონიტორთან იმავე ოთახში მისი უფროსი და თუ სადმე ხა გაიჭედება და სადმე შემოგვიდა, მივა იმ სკოპს გამოართმევს, თვითონ გააკეთებს. არა ისე უყურებს, ეუბნება, იქიცადი, აქეცადი, ასე გააკეთე, ასე მსგავსად, რა თქმა უნდა, ჩუმად დაიმა და რა პაციენტს იცის, ყველა თანახმაა და ყველას აწყობს ეგ მოცემულობა რა. აქ ხო რეზიდენტი, აქ მეცადე თქვი, რეზიდენტებს არ თუ უწევთ ადმინისტრაციული საქმეების კეთება, არამედ უწევთ საერთოდ კაი ისტორიის წერა, ისტორიის წერა მაინც არის. მე საერთოდ ისეთი რეზიდენტურის ისტორიებიც ვიცი, როდესაც ექიმს ყავდა ის პაციენტი რეზიდენტი ჩართული საერთოდ სხვა საქმე, ანუ რაღაცა კლინიკური კვლევის რაღაცა დოკუმენტებს ავსებინებდა, რომელიც აი ოდნავადაც არ გარგია, კლინიკური კვლევის კოორდინატორის ფუნქციას აძლევდა რეზიდენტს უფასოდ, რა თქმა უნდა, ფულს ამაში არა და მადლობასაც არ ეუბნებოდა და ამას ეუბნებოდა, რომ ეგაა რა შენი საქმე, აკეთებდი და რეზიდენტურის ფულს და ეგ არის შენი საქმე, ფულსაც და მადლობასაც, რა. ეგ უნდა აკეთო, კაცო, აბა რა გინდა, უნდა წყალებში იპახაო რა, და on პახაობას ეძახიან, მართლა იმას კი არა, ანუ მართლა პახაობა რაც უნდა სტუდენტს, შრომა საქმე გამოკეთებინე პაციენტთან რაღაცა ბაბუშავე რაღაცა კენი ეს არ მაგეთ ადმინისტრაციული საქმეთა ანუ ხლამის მან უნდა გაუმიჯნოს რომ ხლამის საქმის კეთება იგი არის ეთაკილება რეზიდენტ პირიქით რეზიდენტს უწევს ძალიან შავი საქმის გაკეთება რა მათ შორის ღამის მორიგეობები და ამ შემდეგ მაგრამ ეგ სამედიცინო საქმის გაკეთება უნდა უწევდეს იმისი არა რაღაცა ყავა მიუტანოს რაღაცა იმას ახლა უფროსობას და ეს ლაპარაკები ეხა ჩემი აზრით უნდა გაერთიანდეს რა ქართული და ამერიკული და სხვას რომ ანუ ეგ არასდროს არ შეიცვლება. ანუ უყურე კლინიკა როგორ უყურებს რა, რავი, მაინც არის, შემდგომ მაინც ექიმის საქმეს ვავალებ, მეტად ეს არ მჭირდება, უფასოდ მიკეთებს, ფულს აქეთ ვახდეინებ, რატო უნდა გაუკეთო მეტი? მასე უყურებს რა, ვიღაცა დიდი, მით უმეტეს დიდ ჰოლდინგებზე თუა საუბარი, რომლებსაც კიდევ უფრო გაბლატავებულები არიან, იმიტომ რომ რაღაც სახელმწიფო რაღაცა გარანტირებულ ფულზე ზიან და ასე. ანუ მაგას თუ რეზიდენტების ორგანიზებული და ისეთი მწყობრი პროტესტი არ მოყვა და დაფიქსირება რომ რაღაცა ეს მოდი შევცვალოთ რა ეს არ არის სწორი ხარ რას ვაკეთებთ რა რომ დებილობას კაი ფულის ხარჯვას არა საუბარი რა ვერ გავხდები ექიმი ასე თუ არ ვისწავლე და რამე თუ არ მასწავლე ექიმი ვერ გავხდები ისე არ შეიცვლება ეგ არაფერი რამე მოძრაობა ამ მიმართულებით სადმე შეიძლება იყოს რომ აი მოდი ეს საკითხი დავსვათ რა დღის წესრიგში რომ მოდი რეზიდენტურის რეფორმას დაუდოთ საფუძველი ვერ დაუდებს ვიღაცა ჩინოვნიკი დავივიწყეთ სამინისტროს ფეხებზე კიდია რეზიდენტის რეფორმას არ დაუდებს იმიტომ რომ რაც არის ეს სტატუს-კვო ყოველთვის აწყობს დიდ კორპორაციებს და სამინისტროს და ასე ჩამყარებულ სახელმწიფოს რა და აღ უნდა დაიწყოს ქვემოდან ეს ცვლილებები და აი ქვემოდან რამე მოძრაობები არ არის ამ მანდატს გავხსის გრძნობა არ არის თან მეორე რიგში ახლა თუნდაც თვითონ რეზიდენტურის გამოცდების მიმდინარეობაზე რო საუბრობდა რომ იგივე არის ჩემი რეალობა რაც მე გამოვია რომ 160 ტესტი შეგიძლია წინასწარ იცოდე კიდე საინტერესო ტერმინი შემოვიდა იმ დარჩენილ 40-ზე რასაც ჩვენ გამოტანილებს ვეძახით ანუ ეს რეზიდენტურის ტესტები რაც არსებობს ის 160 ღია ნაწილი რაც ყველაზე არის ის 40-ის უცხო რაც არის ისიც ხშირად კი არ იცვლება საერთოდ მაგის ცალკე ბაზარი პროგრამაში უშვებენ ამ ბაზიდან 160 ეს იყოს ამ ბაზიდან და ეგ 40-იც დალიქული არის ხო? ანუ 40-იც დალიქული არის და წარმოიდგინე რადონის ყველა არის მაგრამ რადონის უსამართლო გამოცდა რომ შეიძლება ერთ ადამიანს ვარიანტი შეხვდეს სადაც 160 ბაზაა და რაღაც 30 გამოტანილი არის ანუ იცის უკვე ეს დაზაპირებული პასუხი აქვს და მხოლოდ 10-დან უწევს თავისი აზროვნებით პასუხისგაცემა და მეორე შეიძლება
შეხვდეს ისეთი ვარიანტი, სადაც 160 არის ბაზა და 40-ვე მართლა უცხო კითხვა და თავისი ცოდნით გამართავს. როდესაც კონკურენცია ხო უაზრო კონკურენცია არის ჩვენთან რეზიდენტურაზე სისტემით თვითონ ჩაბარების კუთხით აი თუნდაც სახელმწიფო რო ადგილს აქვს და თავი პრობლემა მე რას ვფიქრობ სადიწყება რომ რამდენად სწორად მიგაჩნია ის კვოტირება რაც დღეს უნივერსიტეტებში არსებობს. ანუ ის რომ ყოველ წელს 300 ადამიანი თუნდაც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ქართულენოვან ფაკულტეტზე მედიცინაზე ამთავრებს. ეგ ხო ნიშნავს, ნუ თეორიულად შეიძლება 300 ადგილი აქვს, ხო იმას ნიშნავს რომ 6 წელიწადში 300 ექიმი უნდა გქონდეს. ამას დამატებულ შიდა მობილობით კიდე იზრდება ეს ფაკულტეტი, ალბათ ადის 450-ზე. ამის იქეთ ცალკე ინგლისურენოვანი ფაკულტეტი ყავს, სადაც ასევე მინიმუმ წელიწადში 20 ქართველი აი მან გამოსწორების ცვლილების იმას აფედავ ტერიტორიას. თუ დაუშვათ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების უფლება, რომ რეზიდენტთა რაოდენობა დაარეგულიროს, უშუალოდ სტუდენტთა კვოტების რეგულირების ნაწილი მიცემაშია სწორად. შეამცირებს. კი. და შემცირება მოგცემს რომ იმას რომ ვინც შემცირებული იქნება აი ექიმი დადგება მეტად გაიზრდება ამის შანსი ახლა წინასწარ ვინის ანუ თვითონ ეს ამ 6 წლიან პროცესზე რაც ეს მესვავებ იქ ხო რა თქმა უნდა სრულებებია საჭირო ამ სისტემით მარტო მაგითი ვერ იმას იზამთრა დარეგულირებით მე ზოგადად ჯერა სისტემების არასწორობის ან და ეს სისტემების სწორობის ამაში რას გულისხმობ რომ სისტემა თუ სწორი არის ყველაზე სუდი პერსონაჟიც რო შეუშვა სისტემაში, იმისგან რაღაც გამოდის. სისტემა თუ არასწორი არის, ყველაზე ანგელოზი, მოტივირებული ადამიანს რო ჩააგდო, იმისგან შეება არაფერი არასდროს იმებს რა. შეგვიძლია და ეს შეგვიძლია ნებისმიერ სფეროზე გავახსოვოთ და განსაკუთრებით მიყვარს ამის პონკები პოლიტიკასთან. ანუ სისტემა ერთპიროვნული ძალაუფლება ყოველთვის ნებისმიერი ანგელოს მიეცი ერთპიროვნული ძალაუფლება მისგან მოსს მიიღებ ჩვენი შეგვეცება აუცილებლად რა. მუშაობა გარკვეულწილად ამ 6 წლიან პროცესზე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რასაც უყურებ მიდის ანუ სხვაობა არის თუნდაც ახალგაზრდა ლექტორები თუნდაც შემცირებით თუმცა პოსტსაფეხურზე რაც რეზიდენტურა ქვია გონია რომ იქ არანაირი ძვრები არა კი სიტყვაზე აი უთანასწორობა შენა მაგრამ ნიშნავს რომ არის რეზიდენტურაზე ქულის მიღება ხო? ეგ ქულა არ უნდა იყოს გადაბჭყოთ ჩვენც გვაქვს ქულები მაგალითად მაგრამ რეზიდენტურის რომ მიდიხარ როგორ ხდება ამერიკაში შენს აპლიკაციას აგზავნი იმ კლინიკაში სადაც გინდა რომ მოხდე რეზიდენტად და ინტერვიუზე გიბარებენ და ინტერვიუზე შენ CV-ს უნდა წავადგენ სადაც როგორც თქვა არ ხო რა მარტო იმ ქულით ვერ მიდიხარ იმაში რა არა ფასტები რაღაც გარე უნივერსიტეტის აქტივობების როგორც არის კონფერენციებში მოაწილეობა სტუდენტების გამოგება და ასე შემდეგ და პლუს ამას შენი კოორდინატორი გაფასებს გეკითხება შენს გეგმებზე როგორც წარმოგიდგენ რამდენად ჩამოყალიბებული ისახარ რა ის საინტერესოა რომ 5 წელიწადში გასტრენგრალობა უნდა ის ჩემში იმხელა effort steps ასე ვთქვა იმხელა ცოტა მეტი დეტალი მინდა შენგან ხო რა და ის რომ მე მსრდის მას შემდეგ მე უნდა რა სიტყვა დამიტოვოს რომ მისი კლინიკა ისე შეიძლება გახდეს წარმატებული ამით რეზიდენტიც გრძნობს თავს ღირებულად მაგალითად შვედეთში მახსოვს ერთ-ერთი როტაცია როდესაც გავიარე რეზიდენტურაში ერთ-ერთი მორიგეობნება გამოვდიოდი სანამ კარს გავაღებდი კარზე დავინახე გაკრული ეთქვა სახლში წავხვის ჩეკლისტი და ამ ჩეკლისტზე წერა რომ კითხე საკეთებ თავს როგორ გქნებ და თუ ცუდად ხარ მიდი შენს მენტორთან და ამაზე ესაუბრე რომ ოფლაინ კომუნიკაციას ხა სამედიცინო სფერო ყველა მცეთ ერთ-ერთი ყველაზე თბილი სფერო არის საიდანაც 20-30% ამ სფეროს პროდუქტი ხსნება სულ რო იდეალურ გარემოში ხო სტრესის გამო მარტო ხო ეს ომხრივი კომუნიკაცია რომ მოხდიდან კითხო რა მიჭირს რას შეცვლიდი შენც როგორც უფროსი ან მე ჩემთან რას მიიღებ როგორც უფროსი აქ კიდევ სხვანაირად აქვს საშინლად უყურებს იგრძნოს რაღაც ხრე რომ მას რაღაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ აქ რეზიდენტებს მე რას უყურებ აქვს სერიოზული პრობლემა უფროსებთან თუნდაც რომლებიც მათ აღიქვამენ პოტენციურად თავისი ადგილის მოცილეთ რა რაღაცა ჩაუგოგორენ რომ სიტყვაზე კლინიკა შეიძლება ის ახალგაზრდა მოუნდეს და ეს გაუშვას მერე კლინიკიდან რომ იმდენად პატარაა მათი თავდაჯერება
ბევრი მენტორის სამწუხაროდ მენტორს წყალებში თუ ვიტყოდი რა, რომ იმდენად პატარაა მათ თავდაჯერება, რომ ის არის რა, ანუ ძალიან ასე უყურებენ რა ამ იმას რა, ამ სტუდენტებს, რომ არ დამტოვოს რა უკმაპუროც და შეიძლება პირიქით აგდებდეს სისტემა რა. და ხო რა, შევიდია ეგ რა. აი როგორც სქემას შენახსენე, ზუსტად დაახლოებით ეგეთი სქემა გავიარე, ახლა მე რომ მაგისტრატურაზე მომხვედრილიყავი. ანუ ჩავაბარე უნარები, რაც ზოგადად ჩემ ალბათ უნარებს გამოსა რაც არის ისაც ვთქვათ ზოგადი შეფასება იყო ჩემთვის. თუმცა ეს ზოგადი შეფასება უნარების გამოსა მხოლოდ წყვეტდა ჩემ დაფინანსების საკითხს შემდგომ სწავლის გაგრძელებისას. ან ბარიერის გადალახვა უკვე საკმარისი არის, რომ უბრალოდ დამიშვან შემდგომ ეტაპზე. შემდგომ ეტაპი არის უნივერსიტეტში ვაგზავნე აპლიკაციებს, იქ ვაბარებ შიდა გამოცდას, სფეროს გამოცდას ვაბარებ, ინგლისურ ენის გამოცდა ჩავაბარე და გასაუბრება გავიარე. ცალკე ჩემი CV შეფასდა. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი განსხვავება შეება ეგ იყოს. კი, ასე არა. რომ ის გამოცდა რაღაც დონეზე გართულდეს, თუმცა მისი დანიშნულება იყოს ან დაფინანსების მომპოვება პირველ ეტაპზე, დაუშვათ პირველ ეტაპზე სანამ მივაღწევთ იმ დონეს, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, რომ პრეზიდენტს აქეთ აქვს კაფასი. იმიტომ რომ დაფინანსების სქემა მაინც არსებობს, რომ დამატებითი мотиваცია, დამატებითი კონკურენცია გაჩნდეს. შემდგომ კი უშუალოდ და არის მაგის ფული, ისე ხალხასი რომ ხონდეს მაგ ფული არსებობს რა. საუბრის ბოლოსკენ ხა მინდა წავიყვანო და ცოტა ბოლოსკენ წავიყვანო ჩვენი ძალიან საინტერესო ტრიალოგი. აი ხა რა თემაზეც ვილაპარაკეთ, ერთმანეთს ვფიქრობდი, რომ აი ეს ნონსენსი რა, ცალსახად პოსტსაბჭოთა ნონსენსი, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს პოლიტიკაში აფერი არის საქმებად, განსაკუთრებით ექიმებს პოლიტიკაში აფერი არის საქმებად. აი ეხლა ჩვენს ლაპარაკში ჩანს, რომ აი რა სისულელეზე ვლაპარაკობთ რა, იმიტომ რომ აი რაზეც ეხლა სანდრო იძახდი რა და კონკრეტულ ცვლილების გზებზე რო იძახი, აქ პოლიტიკური ცვლილების გზებია რა. და ეგ არ გესწავლება, რომ ეგ პოლიტიკური ცვლილების გზებია და ეგ გვინდა, მაგ ხედვა გვინდა. ამაზე ჯერ ლაპარაკი გვინდა, საჯაროდ პოდკასტში იქნება თუ ტელევიზიაში თუ ქუჩაში თუ სადღაც და მერე გვინდა ამის უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებისა მოთხოვნა, რომ ეს სისულელე მოდი შევცვალოთ. რა, იმიტომ მართლა გვაქვს რესურსი, ისიც გვაქვს, რა ქვია, ფულიც გვაქვს მაგისი, ინტელექტუალური რესურსიც გვაქვს და მართლა ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ ხვალვე ჩვენი ჯანდაცვა უკეთესი გახდეს, ვიდრე დღეს არის. ენას ვერ მოვწყვეთ რა, ეხლა ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ძალიან მალე რო გახდეს უკეთესი, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ბაგია ამ სისტემაში ჩადებული, რომელსაც ძალიან არტულად გაგდებადია რა, იმიტომ რომ რაღაცები არის მართლა ხელის გაწყაბული მოგვარებადი პრობლემები რა და ის რომ სამედიცინოს ის რომ ექიმობა ნიშნავს რომ კარგი ექიმობა ნიშნავს რომ პირში წყალი უნდა ქონდეს ჩაგუბებული, დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით დიდი მავნებლობაა ჩემი აზრით. და ერთ-ერთი ჩემი мотиваცია რატომაც ვაკეთებ ამ პოდკასტების სერიას და რატომაც მინდა რომ ეს გავაკეთო არის ის რომ პოლიტიკა არის იმისთვის რომ უნივერსალური ჯანდაცვა უზრუნველყოს და ჩვენი ჯანმრთელობა უზრუნველყოს რა ამისთვის გვინდა სხვადასხვა პოლიტიკები სხვადასხვა დროს და ის რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკოთ, ჩვენ თუ არ ვილაპარაკებთ, აბა ვინ ილაპარაკებს? გამორიცხულია. რეზიდენტურის პრობლემას ვინ მოაგვარებს და ვინ აიდენტიფიცირებს ამ პრობლემას, ხო? და საერთოდ ვინ იტყვის, რომ რამე პრობლემა არსებობს და ამებზე ვინ ილაპარაკებს? გამორიცხული ამბავია ეგ რა და მინდა რომ ეს კომპლექსი ძალიან რამაიმედებს, იცი კიდევ რა შეიცვალა ჩემი სტუდენტობიდან დაკავშირებით, რომ ბევრ ახალგაზრდას გიცნობთ, ვინც არ არის რა დაკომპლექსებული ამ კუთხით, რომ აი პოლიტიკა რა ჩემი საქმეა რა, იმიტომ რომ კარგად იცის რომ მედიცინა არის პოლიტიკის ნაწილი რა, თქვენ ხართ ერთ-ერთი წარმომადგენლები ამისი და არ მაქვს იმის ილუზია ხა თქვენგან მინდა რომ სიტყვაც გადმოგცეთ ბოლოსკენ, რომ ვთქვათ ამ თემაზე რაღაცა, მაგრამ თან მინდა ისიც მითხრათ, რომ არ მაქვს იმის ილუზია რომ ხა უმეტესობა სამედიცინოსი ასეთია, მაინც უმეტესობა პოლიტიკურად პასიური იქნება რა, სავარაუდოდ რა დღეს. მაგრამ ალბათ ცოტა რაღაცა სინათლის შუქი სადღაც ბჟუტავს რა, რომ სამედიცინოს რაღაც სტუდენტები მივხვდნენ, რომ ვა, არა რა, ჩვენ პოლიტიკის ნაწილი ვართ, პირდაპირ ხელფასი არ მექნება და ცუდი პირობები მექნება და რა ვიცი მე გამაქცევენ სფეროდან საერთოდ რა, თუ პოლიტიკის ნაწილი არ ვიქნები წესიერად რა. დასასრულისკენ მინდა სიტყვა მოგცეთ და ამ თემაზე რამეს თუ დავამატებდით და მე დავამშვიდობებოდით ჩვენს მაყურებელს რა. აპოლიტიკურ იმეებზე მინდოდა რომ მეთქვა რა ზოგადად მედიცინის და პოლიტიკის ურთიერთობას. ისოთად რა რეზიდენტურიდან გამდინარე ვისაუბრებად განიხილავ ამეტებს გამთივერა
ქართულ რეზიდენტებს გვაქვს ცოდნაც, ძალაც და დისციპლინაც იმისთვის, რომ ჩვენი მდგომარეობაც და თუნდაც რაც ხდება ახლა ჩვენს კლინიკებში შევცვალოთ უკეთესისკენ, თუმცა ჩვენი ხმა პირველ რიგში ჩვენ ხმას გავაგონებთ, ვეცადეთ რომ გავაგონებთ. ამოიღებთ და მე გავაგონებთ და მე ხო. და ის რო თუნდაც დღეს ჩვენ ვთქვათ, ამის რო არ მწამდეს არც აქ დავჩება ქვეყანაში და არც აქ მოვიდეს ზუსტად იგივე რა, იგივე სიდახურებ მე. სამი ადამიანის საუბრობთ. ეგ არის мотиваცია ჩემი რა. კი, ზუსტად ეგ მინდა რა, იქ სივრცე რო კონდეს რომ მაგაზე ვილაპარაკოთ რა. შესაბამისად მე რო რაღაც იმედის დაპერწამი ამ კონდეს რო იქნება 5 წელიწადში თუ ქრემას ნაკი წელი. არა, რაღაც სიცულება. უიმედოდ ერთ ნაბიჯი ვერ გადაგდამ. არ ვიხუცებ რაღაც შეჩვენ. იმის იმედი რომ არ ქონდეს რომ რაღაც მოხდება, მაშინ არც დავრჩებოდი და არც ვიბრძოლებდი არ გვეყვის. აბა რა. წასვლა არის ჩემთვის ძალიან მიმზიდველი და ძალიან მარტივი თან. და ძალიან რეალისტური. მაგრამ რაღაც ეს ასვლა მასეთი არ არის ეხლა ეს რა. რაღაცა შეცვალო რაღაც თუნდაც აი შენი ახალი თაობისთვის ან შენი შვილის თაობისთვის უკეთესი იყოს ამ სფეროში. მე მოკეთეთ ეს მაძიებინებს და ამას იმედი მაქვს რომ თუ ხმას ამოვიღებ თუ მოგის. კი, აი ზუსტად. ხო, ანალოგიურად იმედი რომ არ მქონდეს მეც დღეს აქ არ ვიქნებოდი, მით უმეტეს ქვეყნის დატოვების გზაც მეც მოქვს მარტივად და პირველად რაღაც სულების დავიჯერე 23 წლის მარტში პირველი რუსული კანონის ამბები როდესაც იყო, როდესაც მასიურად ნახე ჩემი თანამდებობები გარეთ გამოსული. ხო, ესე მეც მე პირადად აი ასიური ვიყავი ალბათ 19 წლამდე 2009 წლამდე, ან 19 წლის რო ვიყავი და 20 წლიდან მოყოლებული მეტნაკლებად აქტიურად ვინტერესდებოდი ყველა სფეროთ. და მახსოვდა რომ ჩემ გარშემო მსგავსი არ იყო. დღეს ვფიქრობ რომ ნამდვილ ერად ფორმირდებით და სწორედ ეს დიდი გასაჭირი გვაქვს გადასალახი რომ ჩამოყალიბდეთ და გვაქვს დიდი პოტენციალი. ბევრი კავშირი შემიძლია გავალო პირადად ჩემ უნივერსიტეტსა და ჩვენს სახელმწიფოს შორის. ორივე სფეროთებს მომსგავსებ ხოლმე ძალიან ხშირად. აი შეხება რას გქონდა ადმინისტრაციასთან და შეხება მიიტანო სახელმწიფო უწყებებთან. აი ანალოგიური არის. ბიუროკრატია იგივე. ანალოგიური მუშაობის იგივე. ანალოგიური არის სტუდენტების კუთხითაც და ხალხის კუთხითაც. როგორც დღეს ამდე რაღაცა მიუხედავად ხედავთ ბევრ კონფორმისტ ადამიანს, ანალოგიური სიტუაცია არის უნივერსიტეტშიც, ან ბევრი კონფორმისტი არის. ბევრს ურჩევნია ისევ ეს დაწესებულებული რეზიდენტურით გაძრეს, სადღაც მოეწყოს მას მაგ ტესტებით გაძრეს. მაიშოუს რაღაც. ან ისეთი რაღაც იყო, რომ პრობლემებს თვითონ სტუდენტები არ ლაპარაკობენ. ანუ პრობლემები ყველა მიცის, რა პრობლემებს მე ჩამოვთვალე, ამ პრობლემებს აბსოლუტურად ყველა სტუდენტი აწყდება. თუმცა ხმას არ იღებენ. იმიტომ რომ მაგათთვის თავარია თუნდაც ის ლექტორი რომლის მხრიდან დისკრიმინაცია არის, თავარია ქულა დაიწეროს, მოეშოროს, გადავიარეს და ამაზე ძალიან სამწუხარო ფაქტსაც შევეჩეხე კოვიდის დროს იყო. გოგოს ნუ ლექტორს არ დავასახელებ, ცხვრის პირსინგის გამო ქულას არ უწერდნენ. და რომელიღაც არასამთავრობოსთან გავიარეთ კონსულტაცია, ადვოკატიც გამოვნახეთ, რომ უფასოდ გაუწევდა ადმინისტრაციასთანაც დავიწყეთ მოლაპარაკება და როგორც კი ადმინისტრაცია ცოტა მიაწვა იმ ლექტორს, ქულა დაუწერს, თვითონ გოგომ გადაიფიქრა ყველაფერი. ანუ არ უწერდა რომ ქულას არ დაგიწერ. ხო, როგორც კი ადმინისტრაცია მიაწვა, აი ეგ არის ჩვენი პრობლემა, რომ თავისი მოგვარდა, დაიფშდება ლექტორს და კიდე რომ ბევრი გოგო იქნება და მისი ამ ადამიანის სპეციალი მისთვის აღარ იყო. ცუდია რა. ამ გასაჭირებამ ბევრი რამე შეცვალა, ვფიქრობ. ერთობაც მეტად გვასწავლა და ჩვენი უფლებების ბრძოლაც რა. უფლებების ბრძოლაც. კი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აი ხო ბევრ რამეზე შეგვიძლია ვიცწუნოთ, ხო ბევრი საშინელება ხდება, თუმცა რაც ისტორიულ ეპოქაში ვართ. აი ძალიან საინტერესო იქნება 10, 15, 20 წლის მერე ამ აბსოლუტურად ვიზიარებ შენ შეხედულებებს ყველაზე რა. თუ შენ რაღაც ეგზისტენციალური ფიქრი გაქვს, რომ შენ ცხოვრებას რაღაც მიზანი მიენიჭო, ყველაზე საინტერესო პერიოდში ვართ ჩვენ დაბადებულები. საფათო და საინტერესო. რა, კი, აბსოლუტურად ვიზიარებ ამას. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. და ძალიან დიდი მადლობა, რომ აი პრობლემებზე
სამწუხაროდ მადლობის გადახტავი, მაგაზე ცოტა ვიზიანდებ, რომ აი მადლობას და მეც რომ მადლობას მივხვდება პრობლემებზე საუბრო, აი ცოტა სირცხვილია იციან, იმიტომ რომ აი ცოტა სხვა ტონის ურთის უნდა გქონდეს, რომ აი ეს პრობლემა არის რეზიდენტურა და იმაზე უნდა ვჯელოდეთ, ხა რეზიდენტურის გამოცდა სიტუაციაა რა თემა იყო და ეს მარიამი ამას ფიქრობს, გამის მოგვარების გზას, ეს ამას ფიქრობს, ესა რაღაცა აზრები გაყოფილი უნდა იყოს, მაგაზე უნდა ვლაპარაკოთ. ჯერ ჩვენ უფრო ქვედა საფეხურზე. ჯერ რომ პრობლემაზე ლაპარაკი მოსულა თუ არ მოსულა და შევთანხმდით რომ მოსულა და ხო რა ძალიან პატარა რაღაც ეხა ვიწყებთ რა რომ მოდი პრობლემებზე ვილაპარაკოთ რა ძალიან დიდი მადლობა რომ ამას არ ერიდებით დარწმუნებული ვარ რომ ყველა ის ანუ ეგ თქვენი ენთუზიაზმი რამაც დაგტოვათ რა ამ ქვეყანაში რა და დღეს ვირჩევ ამ ქვეყანაში მართლა ყველა სამადლობელია ხალხისგანაც ჩემგანაც პირადად იმიტომ რომ ყველა სასასვლელი გაქვთ ძალიან მარტივად რა არა მადლობა რომ არ მიგიხართ, მადლობა რომ ახართ და მადლობა რომ პრობლემებზე ლაპარაკსაც არ ერიდებით რა. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ამით დავასრულოთ. ჩემი საინტერესო იყო და გავაგრძელებთ გზადაგზა სტუდენტების თემას და უბრუნდებთ არაერთხელ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა პატარა overview-სავით და სხვა პოდკასტებშიც აუცილებლად სხვა ჭრილებში შევეთებთ რა სამედიცინოს უნივერსიტეტს აღგურს, ზოგადად სამედიცინოს უნივერსიტეტების სტუდენტების პრობლემებს რა. დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტი ჩაიწერა სივრცე 13-ში. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაგველოდეთ ყოველი მეორე კვირის 4 შაბათს დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ.